სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ზმანდა დღეს რამოდენიმე საკითხი დაგვიგროვდა და აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი და ისევ დავუბრუნდეთ ჩვენ საყვარელ თემას. ესე იგი, პირველი რომ დიდი ხანია სურს და სულ გავიწყდება ხან არის შემდეგი. თქვენ იცით რომ დღეს ძალიან ბევრი სხვაგან აქ თუ ყველგან მოკლედ არის ესეთი გავრცელებულია რომ ვიღაცა კურნავს რაღაცას ვიღაცა და მოკლედ ყველა სტარეთსობას იჩემებს და მთელი ამბები. რა თქმა უნდა ჩვენ რომ რაღაცა შეურაცხყოფა არ გამოგვივიდეს და ნამდვილ წმინდა ადამიანს ნისუპატივცემულობაში არ ჩავარდეთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი, რომ თუ ის არის კანონიერი მღვდელი ეკლესიის, მაშინ შეიძლება მისვლა და ვთქვათ, მე ხარ მინდა სახელების დასახელება, ზოგი ქალია, ზოგი კაცია და მიდიან ავტობუსებით არის ერთი ამბავი. კიდე გიმეორებთ, რომ ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი ასე არ მოიქცევა, იცით? რაღაცნაირად ისეთ ადამიანების ხელში აღმოჩნდებით ხოლმე ზოგჯერ, რომ გაუგებარი ადამიანებია, არ ვამბობ ხა მე სახელებს სპეციალურად და მოხიბლული ადამიანის ხელში მყოფი ადამიანი თვითონაც გადმოედება მას ეს ხიბლი და არ არის სწორი, ხო? თქვენც მოგივიდათ რამოდენიმე ქალს ჩვენი მრევლის წევს, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ერთი ბერი მოვიდა აქ, დაიწყო ზეთის ცხებები, ერთი ამბავი იყო, ზოგმა მკურნალად გამოაცხადა, ზოგმა და არ ვიცი რამოდენიმე დასი ქალთა დასდევდა წინ დაუკანდა, იყო ერთი, არ შეიძლება ესეთი ამბავი, როგორ შეიძლება ჩემო ძვირფასებო. ესე იგი, რაღაც უფრო ძლიერი ვინმე სრულ წინასწარმეტყველი რომ მოვიდეს, იმის ხელში ჩავარდები და ანტიქრისტეს ხელში საერთოდ. ის საერთოდ მოხიბლავს ძალიან ბევრს. ამიტომ მიყავით რა ყურადღებით. და კიდევ ერთი, რა საჭიროა ვიღაცასთან მისვლა, გაგება საკუთარი მომავლის. ნუ როგორ შეიძლება ქრისტიანმა ესეთ რამე ჩაიდინოს ჩემი ძვირფასო. მთელი ამბებია მიდიან ის წინასწარმეტყველები ჩვენზე გვეტყვის მომავალში რა უნდა ჩავიდოთ, ეს ქრისტიანულია. აქამდე ხომ და ეხა პატარაზე ხომ გავიზარდეთ მაინც ასე თუ ისე რომ ეს მაინც მივხვდეთ. ამიტომ ესე ნუმათქმევინებთ ხოლმე იმასთან მისვლა შეიძლება არ შეიძლება თვითონ გუმანით უნდა მივხვდეთ ვისთან შეიძლება მისვლა და ვისთან არა. ეს ერთი საკითხი. მეორე ასევე აუცილებელი საკითხი ეს წარმოიშვა არ ვიცი ხა საიდან წარმოიშვა, მოკლედ ზოგიერთმა თქვა რომ არ შეიძლება არაფრით ცოტა უცნაური საკითხია, მაგრამ უნდა თქვა არ შეიძლება ხა ყველას ესეთი კითხვა. ესე იგი ერთადერთი მიზანი ცოლის მოყვანის არის შვილთა შვილის გაჩენა. ეს ერთადერთი არ არის, ერთ-ერთია. და ზოგი ამბობს, ნუ ახლა აღარ დავწვი მანდები, მოკლედ ამბობს, რომ როგორც კი ესე იგი თქვა ფერუძინედარი მეუღლე და მორჩა მერე ხდება ფიზიკურ კავშირში, მერე ხდება ესე იგი მეძუ, რა თქმა უნდა თავის შევიკავოთ, ვეცადოთ, მერე მეძუძურობა მთელი ერთი წელი, მერე და მერე კიდე დახარჯება, მაშინ გამოდის და აი მე მინდა ეს მეორე მიზეზი მოვიყვანო. იოანე ოქროპირი ასახელებს ორ უმთავრეს მიზეზს, რის გამოც ადამიანის ქორწინების კანონი დაუდგინდა. ადამიანის ქორწინების კანონი დაუდგინდა. ქორწინება კაცობრიობის გამრავლებას ემსახურება და არის ძირითადი პირობა სიძვის თავიდან ასაცილებლად. ესე იგი ეს არ არის ერთადერთი. იოანე ოქროპირის სუსტი ნებისყოფის ადამიანებს მოუწოდებდა დაქორწინებულიყვნენ. რათა ამ გზით დაეცვათ თავი ავხორცობისაგან. ქორწინება ამბობს ის არის დაწესებული შვილების გასაჩენა და უფრო იმიტომ რომ სხეულის ბუნებრივი მოთხოვნა დაიოყო. ამაზე მიუთითებს პავლე მოციქულით, ხოლო სიძვისათვის კაცმა თავისი ცოლი მოიყვანა. მოკლედ მოვჩეთ ამაზე ლაპარაკს და ამაზე დავას. ერთადერთი რაც შეიძლება თქვა
ზოგმა მითხრა რომ აი მე მივიჩიე აი ესეთმა სტარეცმა ესეთმა დიდმა სულიერმა მოღვაწემ და ასე შემდეგ. კიდევ გავიხსენებთ ერთ პატრიკს. ერთი ბერი მივიდა ერთ დიდ ბერთან სტარეთს რომ უწოდებ. და იმან დაარიგა რომ ესე და ესე მოიქეციო და წამოვიდა დიდი უიმედობით. რატო? იმიტომ რომ ისე ვერ შეძლებდა ეს ადამიანი. და მივიდა მეორე სტარეთსთან. და უთხრა რომ აი ესე მაკურთხა იმანო და ამას ვერ შეძლებოდა. ამ გამოცდილმა ბერმა უთხრა მოდი მამა აპოლოს დავანებოთ თავი. იმიტომ რომ ის უკვე ზემოთ ანგელოზებთან ერთად არიოდა ცხოვრობს. გამიგედა? ამ საკითხისო არ ესმის, იმიტომ რომ ანგელოზებთან ცხოვრობს ისო. გამიგედ? მოდი შენ ესე და ესე მოიქეცო. გამიგეთ ამ კითხვაზეც ჩვენ პასუხი გავეცდით. შემდეგი ჩემო ძვირფასებო არის ისევის თემა და მინდა კიდე ერთხელ თქვა, რომ ზოგიერთი უგზალავს ეს ბებიებს უფრო ეკუთვნის და მშობლებს უფრო ეკუთვნის ბავშვებს მისვლას ეკლესიაში და რატო? იმიტომ რომ იქო მარტო იმ ქვეყნიურზე ფიქრობენო, ამ ქვეყნიურზე არ ფიქრობენო და ძალიან ზედმეტი ეკლესიაში სიარული. კიდევ ერთხელ მინდა თქვა ჩემო ძვირფასებო, რომ შეუდარებელია ეკლესიურ ადამიანსა და არ შეიძლება შედარება ეკლესიურ ადამიანს და არაეკლესიურ ადამიანს შორის პრაგმატული კუთხითაც, ამ ქვეყნიური კუთხითაც. აი უბრალო ელემენტარული მაგალითი. მორწმუნე ბიჭი ვთქვათ, რომელიც დადის ეკლესიაში, იცის მცნებები, შეძლების დაგვარად ცხოვრობს ქრისტიანულად. ეს ადამიანი მოიყვანს ოჯახს შექმნის და გააჩენენ ძალიან ბევრ შვილებს. ეხლა მეორე არაეკლესიური სულ არ ამფიქრობს ოჯახის შექმნაზე, დადის ღამის ბარებში, იღებს კლუბურ ნარკოტიკებს და ამ საერთოდ ვერ შექმნის ოჯახს. ან თუ შექმნის დიდი გააჩნონ ერთი შვილი და თან დაინგრევა ის ოჯახი აუცილებლად. ახლა მოდი და ამ ქვეყნიური გაგებით შეამოწმეთ და შეაფასეთ, რომელი უფრო პროდუქტიულია ამ ქვეყნიური გაგებით. ეს თუ ის ეს ერთი მაგალითია, რამდენი მაგალითი შეიძლება ავიღოთ, ხო? რა ქნეს და რა გააკეთეს ეკლესიურმა ბერებმა, სამსულიერო პირებმა, ეპისკოპოსებმა, მღვდლებმა, ერის ხალხმა, მორწმუნეებმა. ჩვენ რაც შემოგჭა ამდენი იმპერიების შემოსევის შემდეგ, მაინც ბევრი რამ შემოგჭა, ხო? გელათი, სვეტი ცხოველი, სამთავრო, ოშკი, ბანა, ჩემო ძვირფასებო, წარმოიდგინეთ ეხლა რას ვამბობ და რას ვაკეთებ. ზარზმა და ძალიან ბევრი. მადლობა ღმერთს, ალავერდი და ძალიან ბევრი, ხო? იყვარო, სოფლიო უნდა შეიტანო, იყვარო ერთ-ერთი გუმბათიანი ძველი წმინდა გიორგის ტაძარი ულამაზეს ხეობაში მოხატულია მე-12 საუკუნის ფრესკებით, ჩემო ძვირფასებო და ასე შემდეგ. ჩვენი აგიოგრაფია და ასე რომ ეს ტყუილია, ჩემო ბებიებო, მშობლებო, რომ ერთმა ორ ბავშვს წამოწდა ესეთი რამ, რომ აი არ უნდათო, რომ ჩვენ რაღაც არ გადავეშვათო და რაღაც მარტო მარადიულზე არ ვიფიქროთ და ეს არ პირიქით არის, რომ ამ ქვეყნიურშიც ჯობი ვართ იმან, ამ ქვეყნიურშიც. თან გარანტია ეკლესია უფრო დიდი, ხო, ვიდრე რომ ბავშვი არ გახდეს მრუში, არ გახდეს ნარკომანი და ასე შემდეგ და მთელი უბედურება. ეხლა კიდევ ერთ საკითხი და მე გადავიდეთ ამ ჩვენ ძვირფას საკითხზე ჩვენს ესე იგი ხო კარგი აბა დავიწყოთ ჩვენი თემა თუმცა ისეთი საკითხი ამოდი ესეც ამოვწუროთ ჩემს 36 წლის მინდოდა სულ მეთქვა და მოვახერხეთ გადავიღეთ ფოტო 36 წლის მსახურებისას ერთი ესეთი სასწაული ხდებოდა ჩემს სამოდელო ცხოვრებაში. როდესაც იცით თქვენ აი მე აქ მაქვს ახლა გადაღებული ეს ფოტო, ეს არის უკვე შეწირული უკვე იესო ქრისტეს ხორცი
შეწირული, მე დავდებ კარგად ნახეთ და დაკვირვებული ვარ, განსაკუთრებით 10 წლის მერე მომივიდა ეს აზრი და ვაკვირდები მთელი უკვე დანარჩენი წლები. ესე იგი, რომ ტარიქს შევწირავდი და უკვე გადაიქცეოდა ხორცად, უფლისად, ყოველთვის იყო გამოსახული, არ ვიცი ხედავთ თუ არა, მე დავდებ ჯვარი. და ზოგჯერ ერთი კი არა, აი აქაც ძალიან ბევრი ჯვრებია, მე განახეთ, თუ თქვენ ვერ შეამჩნევთ. ნუ ერთი ჯვარი გამოკვეთილად მოჩანს. მე მეგონა რომ ეს უბრალოდ ჯერ დავაკვირდი რომ ეს უბრალოდ ჩამოჭრის დროს ხდება ბუნებრივ რაც ამ და დიდი სეფსკვერი აიღო, ჩამოჭრა ყოველთვის გამოისახება ჯვარი. და რაღაცა ესეც დასავლეთ ჩავატარა. ავიღე ის სეფსკვერები, რომელიც ხრჩება, ესე იგი კი არ შეიძლება უბრალოდ რომ ყვეთავთ ხოლმე და ის დიდი სეფსკვერები ძალიან ბევრჯერ ჩამოვჭერ. მასზე ჯვარი არ არის გამოსახული, მასზე. გამიგეთ? აი ამაზე გამოსახული. ეს არის ერთ-ერთი სასწაული ქრისტეს ეკლესიისა, ცოტა ახლოდანა ერთი დანარჩენი ცოტა შორიდან ეს ორი სურათი იქ დადები და მე ვისაც აინტერესებს გახედავს. და მე მგონი ეს კითხვები ეს ყველაფერი ერთი იყო კიდე ამოვწურეთ და დავიწყოთ ახლა მოკლედ და ამით დავამთავროთ. ესე იგი ჩვენ არ ამოდის თვალიდან, გონებიდან, სულ საქართველოზე ვფიქრობთ, ხო, იცით რა მდგომარეობა, რა დღეშია სოფლიო და ასე შემდეგ და ეს არის კიდევ ვიმეორებ, რომ ბოლო ჟამი დაიწყო, როცა ქრისტე მოვიდა, უკვე იქიდან ბოლო ჟამია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან გაგრძელდა, ხო, აი უკვე 21 საუკუნია. და შეიძლება კიდე გაგრძელდეს. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ მოწყალე ღმერთი, ჩემო ძვირფასებო, უკანასკნელ, აი შანსი რო ექნება უკანასკნელ ადამიანს, ცხონების შანსი რო ექნება, იმას ელოდება. ხო არა, მანამდე ხوار შეწვითავს სამქვეყნოა. იმიტომ რომ ხوار დაუკარგავს შანს იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია ცხონება, ხო? ამიტომ ელოდება უკანასკნელს. და აი რომ მოვა ისეთი დრო, რომ ეს უკანასკნელი ადამიანიც ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, ვეღარ იცხოვნებს თავს, აი იქ მოხდება და შეწყდება ამ ქვეყნიური ცხოვრება. ოღონდ დაიწყება მარადიული ბედნიერი ცხოვრება. ესე იგი, აი ამ კუთხით იმიტომ არის გაგრძელებული აი ამდენხანს ესე გრძელდება და კიდევ ერთი. ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ანტიქრისტიანულ ძალებზე, რომლებიც ებრძვიან ეკლესიას, ნუ ეხლა ვისაც ამის არჯერა, ოდიში და ბატიტასიკოა უბრალოდ და ვერაფერს ვერ ამჩნევს, ეს მუთვილი არაჩვეულებრივი აუცილებლად ნახეთ, ძალიან ჭკუის მასწავლებელია და ამას თუ ვერ ხდება ზოგიერთი დღეს რაც ხდება და ბნელი ძალები უტევენ ეკლესიას, ამას რო ვერ მოხდება და ვითომ ამას ვიგონებთ ჩვენ, კარგად ყოფილა იმის საქმე. აი მე მინდა ჟურნალიდან ამ მონაწერი გავაკეთე. რუზველტის სიტყვები მე-20 საუკუნის, მე მგონი 20-იან წლებში თქვა რუზველტმა, იცით თქვენ, ამერიკის მთავრობის პრეზიდენტი იყო. ხილული მთავრობის უკან, ანუ პრეზიდენტი ხო იყო ამერიკის, თქვათ მე დღესაც ხო არის, ხილული მთავრობის უკან ტახტზე ზის უხილავი მთავრობა და არაფერზე არ არის პასუხისმგებელი. ესე იგი, ის უხილავი მთავრობა, რომელიც ანტიქრისტიანული ძალები, რომლებსაც უნდა სოფლიო ჩაიგდონ ხელში და ტოტალური გაკონტროლება გააკეთონ კაცობრიობის. ხო? აი რუზველტს აქვს პირდაპირ ნათქვამი ეს და ჩვენ ხედავთ, რომ ეს ანტიქრისტიანული ძალები ტრილიონებს ხარჯავენ იმისათვის, რომ ყველგან მოიყვანონ თავიანთი მთავრობები, მონამორჩილი მთავრობები, რომლებიც შეასრულებენ იმას, რასაც ეთქვი. ჩვენ ჩემო ძვირფასებო, ვართ სასწაულად გადარჩენი, აი სასწაულად გადარჩენი. რაც ჩვენ ამ უახლოეს ისტორიაში მოხდა. ეს
არავის დამსახურება არ არის გარდა ქართველი ხალხისა, ქართველი ერისა, რომელიც თქვენ იცით წინა წლებში აღუდგა მასიურად მთელი საქართველოს ფეხზე დადგა, აი როგორც 100,000 მოწამე და შეიწირა, ჩვენ შეწირვაზე მივდიოდით, ჩემო ძვირფასებო, ან ქრისტიანობა, ჩვენი ტრადიციები და ადამიანობა, ან სიკვდილი. ამაზე წავედით და ამაზე ვარ დღესაც, ესე დგავ. მე არ ვიცი ხა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს არავინ არ იცის, მაგრამ ის რომ ანტიქრისტიანული ძალების შეტევა სასწაულად ძალიან დიდი შეტევა ხდება საქართველოზე, ამას ხედავ და არა მარტო საქართველოს. მე მინდა კიდევ ერთხელ უბრალოდ დააკვირდეთ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა როგორი ადამიანები გამოდიან დღეს გამოდიან და აი ვისაც უნდათ რომ ესე იგი ლანძღავენ ეკლესიას, ლანძღავენ რელიგიას, პატრიარქს, ეპისკოპოსებს, მდლებს და ასე შემდეგ როგორი ტიპაჟები არიან ისინი აი მაგალითად ერთი მაგალითი უნდა გითხრათ და ვიქნებ ზოგიერთი მივხვდეთ გამოდის მსახიობი რომელმაც სპექტაკლში ითამაშა რაღაც როლი და კოცნის ბიჭი ახალგაზრდა მსახიობი კოცნის სპექტაკლზე სცენაზე კოცნის კაცი და ესეთი კაცი იძახის ჩვენ უნდა გადავარჩინოთ საქართველოს ზოგჯერ წყობიდან გამოვდივართ ჩემო ძვირფასები რა ხო და მაქვს კამათები ძალიან ახლობლებთან აი როცა ამას ვეტყვი ნახე რა ხდება და როცა თუ მეტყვის რომ უი მართლა და რა არის და რაღაც დაფიქრდება კიდე ხომ მაგრამ ზოგჯერ როცა ახლობელი მეტყვის მე რა აი იქ უკვე მართლა წყობიდან გამოვდივარ ეს ერთი და კიდე რა მინდოდა მეთქვა რომ ხო აი ესეთი ამბებია ჩემო ძვირფასებო ღმერთმა უკნას რომ აირიოს სოფლიო ნუ ეს უკვე თუმცა ღმერთმა რა თუ ეს დრო მოსულია ღმერთმა იცის დაუშვებს თუ არ დაუშვებს მაგრამ ნუ ჩვენ უნდა მშვიდობისათვის უნდა ვილოცოთ და ვიყოთ ესე მომართული და ესე იგი რაღაც საოცარ ფაზაში გადავდივართ ხო? ხო, მე გამაკრიტიკეს რომ რა 8 მილიარდი რობოტიო, როდის თქვა ესო იმანო ტრაპმაო და როგორ არა მე ხა დავიწყე გამომიგზავნით იმას ყველას, ვისაც ეს აგჯერავთ, მე სხვა მომიგონებია რა. შეიძლება ეს არ არის ესეთი ნათქვამი რომ როგორ არის ცინაკ რამდენი ადამიანიც იქნება მსოფლიოშიო მასკი და ტრამპი ამბობს რომ იმდენი რობოტი გაკეთდებაო. შეიძლება ეს პირდაპირ გაგებით კი არ არის რომ 8 მილიარდი და 8 მილიარდი რობოტი შეიძლება პირდაპირ გაგებით რა ვიცი ხე იმ ხელაფურს ხარჯავენ ყველაფერი შეიძლება იყოს რაღაც ესეთი უკვე ტექნიკა ისეთი საოცრად ხო ვინ იფიქრებდა 90-იან წლებში აგერ ეხა მობილური რო გვაქვს მე მახსოვს დლობაში თბილისში რა მომენტი მახსოვს ყურებში მაქრო ესე იგი პოჩტაში ვარ თიანეთში ზაფხულია და 2 კიოსკი იყო ამის ტელეფონის და ქალი ამბობდა აბა სამტრედიას დაელაპარაკე შოთა შედი სამტრედ გესმით რა დონეზე მივიდა დღეს ესე იგი სამტრედიაში რომ ან ქუთაისში ან და ლაპარაკი გინდოდა უნდა მისულიყო პოჩტაში და იქ დაგაკავშირებდნენ უცნილის შეიძლება ნახევარსა ეხლა ამიტომ რა მოხდება ეხლა ამ ხელაფური დახარჯვის დროს და რა დონეზეა კიდე ჩვენ არ ვიცი მაგრამ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ ტოტალური გაკონტროლება მოხდეს ყოველი ადამიანის ჩემო ძვირფასებო მოკლედ საოცარი დრო არის საოცარ ფაზაში შევდივართ როგორც ეთყობა და უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით იმიტომ რომ ისე მოაწყობენ რომ სახანებაში პირდაპირ წერია რომ მართალიც და რჩეული ადამიანი გესმით თქვენ ეკლესიური ადამიანზე ლაპარაკი ღმერთიო საბოლოოდ შეწყვეტს ამას ყველაფერს იმიტომ რომ ისინიც კი სუნდებიან გამიგე მართალზე არის ლაპარაკი რომ ვერ გაუძლებენ უკვე ამ სტუნებას აი ესე დროში მოგვიწია ცხოვრება რაც შეეხება იმას კიდევ განმეორებ ბევრს აინტერესებს საწერია, ნუ მე ხა ვერ დავიჭირებ რომ ზუსტად ეს არის, მაგრამ ძალიან გავს. საწერია აპოკალიფსში რობოტების შესახებ, აპოკალიფსის მე-9 თავის, აი მე-7 მოგს კითხულობ, რომ ჯურღმულიდან ამოვლენ
ნუ ახლა რობოტი არის პრაქტიკულად აბა დაწერია ამოვლენ მათი სახეები როგორც ადამიანთა სახეები იქნება ხოლო მეცხრე მუხლში და მათ ჰქონდათ ტანი ჯავშანის ანუ რკინისა აი როგორც რკინისა გამიგე ჰქონდათ ჯავშანი როგორც რკინისა ანუ ზუსტად რობოტი აღწერილი რომ ტანი ხო რკინისა ჩვენ ხო ნახეთ აქ რო იყო ჩამოსული ქალი რა ქვიოდა რობოტს რაღაცეება ტანი ჰქონდა რკინის და სახე ჰქონდა ლამაზი ქალის ადამიანის სახე გამიგე და თავიან თავზე მეფე ყავდათ უფსკრულის ანგელოზი ეს უკვე მე-11 მუხლში აპოკალიფსის მე-9 თავში რას ნიშნავს თავიან თავზე მეფე ყავდათ უფსკრულის ანგელოზი დაპროგრამებული იქნებიან ესე იგი ესენი უკვე თანამედროვე ტერმინით რობოტები მოკლედ ესე შევეხმიანეთ ჩვენ ამას და მე მგონი ხო კიდე რა მინდა ერთი რამ ჩემო ძვირფასებო რომ ყველაზე მთავარი ადამიანის ცხოვრებაში რა ყველაზე მთავარი ადამიანის ცხოვრებაში არის ჩემო ძვირფასებო სულიერი სტრესი ხო ცოდვები რომელიც ამძიმებს ადამიანს ეს ცოდვები ადამიანს არ მოასვენებს და ამიტომ ქრისტემ თავის ეკლესიაში დააწესა საიდუმლო აღსარებისა რომლითაც თავისუფლდება ადამიანი აი ამ სტრესისაგან და ხდება იმდენად თავისუფალი ნამდვილი თავისუფლება რა არის ცოდვებისაგან განთავისუფლება ჩემო ძვირფასო და თუ ცოდვებისგან განთავისუფლებული ადამიანი აღსარება სიტყვის და ეზიარება და ამას მუდმივად აკეთებს ვიდრე სიკვდილამდე აი თქვენ დამეთანხმებით ყველა ვინც სერიოზულად უდგება ამ საკითხს ყველა დამეთანხმებით რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არის ადამიანი არის თავისუფალი დანარჩენი ლუკმაპუს ღმერთი მოგცემს აუცილებლად ჩემო ძვირფასო ვინმე გინახიათ გარეთ ძინარე ვინმე აი თუ ბონში არ არის და თავიზე ვინმე გინახიათ რამდენი წლები გამოვიარეთ რომ ვინმე აგდია და საფკარია რა და ძინავს ვინმე შიმშილით მომკვდარა დღეს განსაკუთრებით რომ შიმშილით კვდება ხალხს არ კვდება აბა შიმშილით ერთი მანახე ყველა რესტორანში ზის ყველა ჯიპები ყავს ყველა და კარგია ყველა სასახლებია გაშენებული ძალიან კაია კარგი სახლები და ასე შემდეგ თუ ვინმე არის ნუ არის ეს ცხოვრება ახლა 64 არ არის ამერიკაში არის 6 მილიონი უმუშევა უსამყარო ადამიანი ამერიკაში ნუ ეს რატომ და რისთვის ეს ალბათ იმიტომ რომ ზარმაცები არიან ალბათ რაღაც მიზეზი აქვს ყველაფერს თავისი ასე რომ ჩემო ძვირფასებო ესეთია ცხოვრება დღეს არის ერთიმე დიდის ხსენება ეს არის სომეხი წმინდანი ეროვნებით სომეხი მე-5 საუკუნის მამა უდიდესი წმინდა მამა რომელსაც აქვს ესეთი არაჩვეულებრივი გამოთქმა ესეთი სწავლება თავდამლობა სიკეთე აყავს დიდ სიმაღლეს სიყვარულს კი უჭირავს იგი სიყვარული უფრო მაღალია ვიდრე თავდამლობა იყავით მოწყალენი და მაშინ ყოველივე მოგეცემა თქვენ სხვათა შორის უდიდესი მამები არიან ჩვენი დიდი მასწავლებლები და განსაკუთრებით მიყვარს მე აი იქ არის პახომ დიდის ხატი როგორც შემოხვართ მარჯვენის სვეტზე განსაკუთრებით აღსანიშნავია პახომ დიდი რა თქმა უნდა 16 დიდიც პახომ დიდი რომელიც ძალიან მოწყალე იყო ჩემო ძვირფასებო და აი ჩვენც გვაქვს ეს პრობლემა იქ მოხუცი ბერი იყო სიკვდილის პირას მისული და ბერები ხორცს არ ჭამენ და სიკვდილის პირას ვეღარ დგებოდა და ბერებს თხოვა მაჭამეთო რა ხორცი მომეხარშეთო თიკანიო და მაჭამეთო ხორციო და ბერებმა როგორ შეიძლება რა ხორციო კვდებიო და აქამდე არ გიჭამე ხორცს და არა ჭამეს და მოვკვდა და პახომ დიდმა რო გაიგო აი რა არის გამოცდილება და ნამდვილი წმინდა კაცი ხო პახომდე როგორ არ ცხენიათ კაცის მკვლელები ხართ როგორ არ მოუხარშეთ როგორ რაღა მნიშვნელობა აქვს მარხვასო ასეთ შემთხვევაში როცა ადამიანი მომაკვდავია გამიგეთ ან ჩვენი 16 დიდი ავიღოთ ეს კი არა თქვა ჩვენი 16 თაწმინდელი ჩვენი 16 თაწმინდელი ივერონის და მთელი ათონის მოძღვარი თავისი აი თვითონ მიდიოდა იმათთან რა ქვია სამზარეულოში მიდიოდა და თვითონ სინჯავდა და ამოწმებდა საჭმელს გამიგე ბერებისთვის
რომ ყოფილიყო გემრიელი, არის თუ არა გემრიელი და თუ უგემური იქნებოდა, ეუბნებოდა არცხვენია თუ ბერებსო ერთადერთი ნუგეშიო. ბერებს ჩვენ ნუგეშიც ეგა, სუფრა, დიდი შრომის, დიდი ერთადერთი ნუგეში ეს არისო ტრაპეზიო და ისეც უგემურ საჭმელს აძლევთო. როგორ არცხვენია თუ და საჭმელი აუცილებლად იყოს გემრიელი. გამიგე? ხო და ზოგიერთი გამოჩნდება კაცო და ამბობს რა როგორ შეიძლება გემრიელი საჭმელის ჭამა და ასე შემდეგ და ასე. ასე რომ აი რას ამბობს ერთიმე, რას ამბობს ზოგიერთ მოისმენ გამოუცდელი ადამიანი. რა ვიცი შევეხეთ ალბათ ყველაფერს გამქონდა ესა უხეს ისეთ რამე ეს თუ წაგიკითხეთ ჯობია ამ ნოტაზე დავამთავროთ. აი რა დღეს დილით რა ვიპოვე. ათონის წმინდა მთა ეს არის იბერიის გაბრწყინება წერილი დაწერილი 1989 წელს. ბერების შეიძლება ეს კინოტის წერილი არ არის, მაგრამ ნუ ათონელი ბერების წერილი ესია. ყოველივე იმას 89 წელია. დაუბრუნდეთ, გახსოვთ ეს წელი. ყოველივე იმას რა 2 წელიწადში იწყება ჩვენთან რა არეული. ყოველივე იმას რა ჩვენ დღეებში ხდება, საუკუნეების მანძილზე ამზადებდნენ უსჯულოები. უსჯულოების საიდუმლო თავის დასასრულს უახლოვდება. ჩვენ ახალ საშინელ ეპოქაში შევდივართ. იგი უკვე მოსდგომია ჩვენ კარს და მის აკვნად რაღაცებს გამოტოვებს. აქცია რომ მის აკვნად გაერთიანებული ევროპა შეიქმნა. რომლისკენაც აი ეს რაც არის ახლა განა ევროპას ამით ევროპას კი არ ვაძაგებთ პირიქით იქაც ის მოვლენები ხდება რა ჩვენთან სასიკეთო რომლისკენაც გამოფიტული კაცობრიობის ზეღა მიმართული ძმანო მართლმადიდებლო ქრისტიანებო თავი მაღლა ასიე რამე თუ ახლოს არ ჟამი ჩვენი ხსნისა და ბოლომდე ერთგული ვიყოთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ძისა და სიტყვისა ღვთისა ამინ. დაგლოცოთ ჩვენთან.